დილამშვიდობისა. ესე იგი, ჩემ მაკიაჟზე იყო ძალიან ბევრი კომენტარები. ხო და მინდა ეხლა დღეს უმაკიაჟოთ ჩაგიწეროთ. დღეს უნდა გავაკეთო ვლოგი დილიდან საღამომდე. უნდა გითხრათ, რომ დღეს მაქვს საინტერესო დღე. და რატომ? მე ამ ვიდეოს გადავაბავ, ძალიან ცუდი ვარ მონტაჟში, მაგრამ შევეცდები. დღეს დილიდან ცოტა სამუშაო მქონდა. ჩემი მეუღლე გავისტუმრე სამსახურში. სამუშაო ჩავატარე, რაც მჭირდებოდა. ეხლა უნდა წავიდე და დავიძინო ისევ, იმიტომ რომ დილის 5 საათსა და 30 წუთზე ვდგები ხოლმე, რომ გავუშვა სამსახურში. იმიტომ რომ ჩემს გარეშე ვერ მიდი სამსახურში. ხო, და ისეთი რაღაცა რიტუალივით გვაქვს ხოლმე დილის ყავა ერთად, იმიტომ რომ მე გვიანობამდე ვერ ვნახულობ ხოლმე როგორც წესი, მაგრამ ხვალდაზე აქ დასვენებებია, პარასკევს თქვენთან სამუშაო დღე არის, აქ დასვენება, შაბათსაც დასვენება და კვირა სამუშაო დღე. ანუ ყოველ შემთხვევაში იქ სადაც ჩემი მეუღლე მუშაობს, ესე არის. არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც ასე არ არის და შაბათ-კვირას ისვენებენ. მაპატიეთ. ხო და ეხლა ცოტა ხანი გამოვიძინებ, მე უნდა მოვემსადო და წავიდე. სად? მოკლედ, როგორც იცით, აქ მოლები არის, კატასტროფა ცეცხლის ფასებიანი. ხო და აღმოვაჩინე ერთი მოლი, სადაც არის შედარებით ნაკლები ფასები. დღეს მომსახურე პერსონალისთვის სახლში, ანუ დიასახლისი ქალისთვის და მძღოლისთვის გვაქვს საყიდელი გარკვეული სახის ნივთები და ამიტომ უნდა წავიდე იქ. შესაბამისად, ვისაც გაინტერესებთ, გადავიღებ ვიდეოს და განახებთ რა სახის მოლია ეს. ანუ ძალიან დიდი განსხვავება იქნება ფეშენებელურ მოლსა და მაგ მოლს შორის, რომ პირველად მივიდივარ, მართლა არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, ფასებით ძალიან შესაფერისია. ამიტომ ეხა ბრენდებს ვერ ვუყიდი მძღოლს და დიასახლის ქალს, ამიტომ მინდა რომ მივიდე იქ. მერე რა გვექნება? სავარაუდოდ იქიდან მძღოლთან ერთად წავალ, ან შეიძლება მძღოლი ცალკე გავუშვა, იმიტომ რომ უნდა დამელოტოს და მოიყვანს ჩემს მეუღლეს და წამოვალთ მერე სახლში. აბა? აი ეგეთი გეგმები მაქვს, მე იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება და გამოვა. მაინტერესებს თუ ნახავთ ამ ვიდეოს, ბოლოში დამიწერეთ თუ იქნება საინტერესო თქვენთვის აი ესეთი რაღაცები, რომ ნახოთ სად როგორ რანაირი რაღაცები იყიდება აქ, რა ფასები აქვს და ასე შემდეგ და ასე. ხო, და რაც შეხება ეხლა ცუდ კომენტარებს. მე პირადად რო გითხრათ, ცუდი კომენტარები მომწონს. განსაკუთრებით აი ესეთი კომენტარები, რას გავხარ? ან კილო შემოგრჩა, ნეტა რა კილო შემოგრჩა, ერთი მაინტერესებს. ან კილო საიდან უნდა მქონდეს, მაგრამ კარგად ვღადაობ. ვისაც გიკვირთ პოლიგამიური ქორწინებები, ან ორცოლიანობა, იცოდეთ რომ ორცოლიანობა აქ ძალიან მიღებულია და არსებობს. ყოველ შემთხვევაში ის მაინც იცი შენ იქ მარი ვითვან არის და თქვენი ქმრები კიდე სად არიან, კაცმა არ იცის. მე მაინც მასწავლით მაგას. იმიტომ რომ კონსულტაციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ გოგონასთან მაქვს შეხება, როგორც მესამე პირებთან, ასევე ცოლებთანაც. ასე რომ კიდე რა მინდა რომ გითხრათ. მოკლედ, წავალ ახლა მე დავიცინებ. კილოათი? ხო და რო გავიღვიძებ, მერე გავემზადები ლამაზად. ხო, სხვათა შორის დღეს თავი უნდა დავიფარო იქ, ისეთ მოლში მივდივარ, სადაც ცოტა სხვა კატეგორია იქნება და შესაბამისად თემები უნდა ჩავიფარო, მაგასაც განახებთ როგორ უნდა გაიკეთოთ ეგრეთ წოდებული შეილა თავსაბურავი. მოკლედ, აბა, წავედი ახლა შემდეგი ვიდეოების გადაღებამდე. აი, ასე გოგონებო, გამოვიძინე, გავიკეთე მაკიაჟი, დავიწანით მეები, რატო? იმიტომ რომ დღეს უნდა გავიკეთო თავზე შეილა როგორც გითხარით. ეხლა მოვატრიალებ გოგონებო და ნახავთ, ანუ შიგნიდან რა სახის ტანსაცმელი მაცვია ხოლმე, იმიტომ რომ გარედან აუცილებლად მაცვია აბაია. ძირითადად გუსლებზე მაცვია, მაგრამ დღეს დაბლებზე მაცვია, რატო? იმიტომ რომ უნდა ბევრი ვიარო. ეხლა გავტრიალდეთ.
აი ასეთი მოსაცმელი გოგონებო. აი ასეთი უკან აი ასეთია. აი ესეთი მოსაცმელი, რა თქმა უნდა დავიფარო. აქ შესაკრავი აქ და შევიკრავ. და განახებთ. აი ესეთი სტილის არის, ანუ როცა მოძრაობ, აი ასეთი სტილია. მე მაგალითად ძალიან მომწონს. რაც შეეხება თავსაბურავს, აი ესეთი თავსაბურავი. აქ ჩემი მოსასხამები, გოგონებო. აქ ჩემი მეუღლის რაღაცეებია. ესენი ტრადიციული სამოსები. ეხლა განახებთ. აი განახოთ როგორ კეთდება ეს თავსაბურავი. ნუ იდეაში ბოლომდე უნდა იყოს ჩამოწეული ასე, მაგრამ მე არ ვიკეთებ. ერთი მხარე გრძელი, მეორე მხარე მოკლე, აი ასე. შეგვიძლია საყურე გადმოვწიოთ, მაგრამ ცოტა ისეთი თემა ყურადღებას იქცევს და შიგნით შევწიოთ და აი ასე გოგო. აი ასე უნდა მოიტაროთ. და ეს მე აქ უნდა ჩაავაგროთ. რეალობაში იდეაში ასეთია, მაგრამ მე ყველაფერი უნდა დავარღვიო, მე ვატარებ აი ასე. სო. ვსიო. თან ეხლა ავარჩიო მინდა სათვალე. სათვალე. რომელს გავიკეთებ დღეს? სათვალეს გავიკეთებ. ეს მე მგონი არ მოუხდება. კარგი, ეს სათვალე არ მოუხდება, იმიტომ რომ არის ცისფერი. მე მგონი აი მას გავიკეთებ, ეს მაიბახის სათვალეები. გავიკეთოთ. მოუხდა. დააკვდა. ხო. აი ესე უნდა წავიდე. დანარჩენი ვიდეოები გავაგრძელოთ იქ. აი ესეც ფაინალობები, ეს ჯერ არ მიკეთია. მაგრამ აი ესე აი ამ ფეხსაცმელებს ეს ჩემი ჩანთაც უხდება და მოკლედ წავედი ეხა მე. აი ესეთი სტილის მოლია. აი მართლა ძალიან განსხვავებულია სხვა მოლებისგან, სადაც აქამდე დავდიოდი ხოლმე. ნუ ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს შეუძლია რომ იყიდოს აი ამ ქვეყანაში ყველაფერი. ეხლა ძირითადად დაკეტილია ყველაფერი, როგორ ჩანს გაიხსნება. ცოტა მოგვიანებით. ყველაფერია ფაქტიურად. მაგრამ ნუ ხარისხი არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა. ბავშვებისთვის, ქალებისთვის, კაცებისთვის. რაღაცა აი ეგეთი სიტუაცია. ხო, კიდე, ხო, რაც შეეხება ახლა ვიდეოს გადაღებას. გარეთ ცოტა საშიშია ვიდეოს გადაღება. ვინმე რომ მოხვდეს კადრში და მიჩივლოს იმ ხელა შტრაფს ამარტყავენ ჯარიმას. აი ესეთი რაღაცა. ნუ, ყოველ შემთხვევაში იმისთვის, რისთვისაც მოვედი მე, რომ ეყიდა ძალიანაც შესაფერის ეს რაღაცები მინდა რომ უყიდო ქალს, ვინც მუშაობს ჩვენთან. აი ეს ძირითადად ესეთი მოლები აქ არ არის. საკმაოდ ფეშენებელური მოლები არის. მაგრამ ნუ აი ესეთი რაღაცა გამოსავალიც არსებობს. აჰა, მშვენიერი. აი აქ როგორ ჩანს ფანტანია, მაგრამ ეს ფანტანი ახლა არ მუშაობს. არ მუშაობს, აი ესეთი რაღაცა. მე ახლა ყავის დალევა მინდა, ყავას ვეძებ, მაგრამ რაღაცა აქ კოფი შოპი და ყავა ვერ ვნახე და არის ბრენდებიც არის, აი მაგალითად ბოდი შოპი. ჩემი საყვარელი მაღაზია არის აქ კრემები და მთელი ამბები. მე ძალიან ბევრი მაქვს და ახლა ვერ ვიყიდი, კარფური. ნუ მოკლედ. ჩავწიოთ კამერა. ქალები, კაცები არიან და ნუ არ ვიცი. არაფერია მოკლედ ისეთი, როგორც ესეთი რომ მოლში მივდივარ ხოლმე და დავდივარ საათობით, აქ ვერ ვიდი ეს. აი ესეთი პარფიუმერიაც არის. ნუ მაგრამ აქ არ ვიცი, ესენი არ არის, მე მგონი ორიგინალები. არ მგონია რომ ორიგინალები იყოს ესენი, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაფერია მოკლედ. ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია თურმე. მაგრამ ცოტა კოსმეტიკასთან ალბათ მაინც ფრთხილად უნდა აიღოთ. მე მაგალითად
ძალიან ფრთხილად ვარ, ყველაფერს ვერ წავისმევ. ზოგი არის ყველაფერს ისმის, მაგრამ მე ვერ. აი ესე. აი მაგალითად, ეხლა მოდი ვნახოთ რა ღირს. ვისაც აინტერესებს. აი მაგალითად რა ღირს ეხლა ქართულ ფულზე, ლარზე რო გადმოვიტანო. აი მოდი ვნახოთ რა არა ვნახოთ. მაგალითად აი ეს პომადები. ეხავე გეტყვით ეს ღირს სადღაც 12 ლარი. 12 ლარი, déjà უფრო იაფიც. Déjà უფრო იაფიც. სუნამოებიც რა თქმა უნდა პატენტები იქნება. აგერა. რამხელა არჩევანია. ღმერთო. ეს რო ჩემ აქ მარმა გაიგოს. უხარჯავ ფულებს რაკეტის სისტემით, რაკეტის იმითი რა ქვია, სიჩქარით პარფიუმერიაში და ეგეთ რაღაცებში. ამას არ ვეტყვი. მეტყვის სტატი მანდ იყიდეო. რატომ უნდა ვიყიდო მანდ? აი, აქეთაც რაღაცა სახლის რაღაცეებია. ეს რა არის? არაფერი. აგერ. ეს არის პირ სახეზე ჩამოსაფარებელი გოგოები. აი ეს. პირზე ჩამოსაფარებული სახეზე რო იფარავენ. აგერ არის ტანსაცმელებიც ყოფილა. მალადეთ შენ. მეც მაგარი ტიპი ვარ რა, ისეთი ადგილებიდან, ფეშენებელური მოლებიდან, სადაც დავწერ ხმე კი არ გადავიღებ. აი, აქედან უნდა გადავიღო, მაგრამ უნდა განახოთ, რომ არსებობს ორი მხარე ცხოვრების აქ, აი. ეს ახლებია რა თქმა უნდა ყველაფერი. მაგრამ ნუ ცოტა შედარებით დაბალი შემოსავალი ვისაც აქვს ესეთი ფეხსაცმელებიც. ნუ ყოველ შემთხვევაში სუფთად შეუძლია რომ ადამიანმა ჩაიცვას ყოველგვარი შემოსავლიდან გამომდინარე რაც გინდა რომ კონდეს. ეხა ჩანთებიც არის, აბა ვნახოთ. ნუ რა თქმა უნდა აქ ბრენდს ვერ ნახავთ და ვერც იმეებს რა ქვია, აქ კოპიები, ანუ რა ქვია მაგას, კოპიები არ შეიძლება და სასტიკად ისჯება. ამიტომ ვერ ნახავთ. შეიძლება მიმსგავსებული ნახოთ, მაგრამ კოპის ვერ ნახავთ აქ და ძალიანაც კარგია, იმიტომ რომ მე თუ უნდა გადავიხადო 1000-ობით დოლარი, რომ იმას ქნა რა ქვია, ვიყიდო რაღაცა, მე ვიღაცა 5 ლარად იყიდის რაღაცას და აი ეს ნახეთ, აი ეს დიორის ჩანთას ვითომ მიმსგავსებული, მაგრამ ემჩნევა რომ ეს ფენდი, მაგრამ ემჩნევა რომ არ არის. ლუი ვიტონი, მაგრამ ნუ სხვანაირი წარწერები აქვს. კარგი, ვნახოთ შემდეგი. აი ესეთი რაღაცები აქვს. და. აი გოგო. ეხა დავვლი მე და ვუყიდე ამ ჩემ ხალხს. რისთვისაც მოვედი, შევიძენ ამებს და იქნებ სადმე ყავა მაინც ვიპოვო ამ მოლში და დავლიო ყავა. აი ბავშვის სათამაშოებიც ყოფილა, კალიასკები. კაროჩე ყველაფერია. მოკლედ ყველაფერი არის. სხვათა შორის ტანსაცმელებს არ აუშავს. სხვათა შორის არ აუშავს. თვად ისეთი ძალიან გაბანძებულიც არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ხა აბაიებს აქ ვერ იყიდიან. არ არის კაი ხარისხი. აი ესეთი სიტუაცია ჩემო ძვირფასებო. ეხა იქით რო გავალ, ნახავ კიდე რა ხდება იქით. აი ესეთი საყიდლები გავუკეთე. მოკლედ დავასაჩუქრე. ყოველ 2-3 თვეში ერთხელ უნდა ესე ვუყიდოთ რაღაცეები, ხოლმე ახალი რაღაცეები რა ვიცი, ნასკი, მაიკა, კაბა. აი ესე. აი ესეთ რესტორანში მოვედი ახლა, მინდა რომ ვისადილო.